დღეს მოსკოვის გარშემო და რაღა გარშემო, მოსკოვის შემოგარენში და რაღა შემოგარენში, მოსკოვის ცენტრში და ლამის ან თითქმის ცენტრის ცენტრში აფეთქებები ისმის. აფეთქებები ისმის და ფეთქდება ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტები. რუსეთისათვის და უშუალოდ კონკრეტულად მოსკოვისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტები, სივრცეები, ნავთობგადამამუშავებელი, რაღაცის ქარხანა. აი პუტინს რო ეძვირფასება ისეთი ობიექტები. რიგითი მოსკოველები კი არა. არა რიგითებიც კი უკვე პანიკაში არიან. აი ეს მარგარიტა სიმონიანი როა. სომეხი რუსი არა. სომხურგვარიანი რუსი. ისიც კი ამბობს, რომ აი დერეფანში დავაწვინეო ბავშვებიო. უკვე რამდენი დღეაო, ეს რა უბედურება ხდება ჩვენს ქვეყანაში. მოსკოვშიო. დამფრთხალები, შეშინებულები, დაპანიკებულები არიან რუსეთის მოქალაქეები, მოსკოვის მოქალაქეები. პუტინიც დამფრთხალია, იმიტომ რომ ის ყოველ შემთხვევაში ამ ცნობას უნდა ვენდოთ, ის სადღაც ბუნკერშია ჩამალული. მაგრამ ამაზე არ ვლაპარაკობ ახლა ვლაპარაკობ იმაზე, ეს ცალკეული შემთხვევა 1, 2, 3 თუ მაინც ინტენსიური იქნება. აცივდა რა. აისია. არადა. კარგი ამინდი უნდა იყოს და როგორი სიცივეა. მოკლედ პუტინი დამფრთხალია და ეს არის ცალკეული შემთხვევა 1, 2, 3, 5 თუ უკრაინელებს ჩვევაში გადაუვიდათ ეს ყველაფერი უკვე ძალიან სიცივეა. და ჩვევაში გადაუვიდათ და ხვალზე კიდევ უფრო სერიოზულ იერიშებს მიიტანენ მოსკოვსა თუ პეტერბურგზე. მაგალითად არის ივნისის თვეში, ივლისში, აგვისტოს, სექტემბერ, ოქტომბერში, ამ წლის მაგალითად დეკემბრის ჩათვლით. როგორც ჩანს, ეპიცენტრები უკრაინის ტერიტორიიდან ინაცვლებს რუსეთის ტერიტორიაზე და არა ზოგადად რუსეთის ტერიტორიაზე, არამედ ცენტრის ცენტრში. ეს ყველაფერი დაავალდებულებს ან უბიძგებს იმ შლეგ პუტინს, ბიძინა ივანიშვილის პატრონს, რომ ომი შეწყვიტოს. ოღონდ ჩანს და იკვეთება ეს სცენარი, თავადაც შეეწირება ამ ამბავს. ფიზიკურადაც მე მგონი ვერ გადარჩება, მაგრამ რომც გადარჩეს, აუცილებლად ჩააყუდებენ ბრჭყალებში შედარებით ნორმალური რუსები. ანუ მისივე დღევანდელი მომხრეები ხვალ რომ დააღალატებენ მას და სულში დანას ჩაარტყამენ. ხო. ამის თქვა მინდოდა. კიდე სხვა რამის თქვა მინდოდა, მაგრამ ეხლა სრულიად შემთხვევით აღმოჩნდი ვაჟა-ფშაველას. მოგატრიალებ, ხო ტრიალდება კამერა და აჩვენებთ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე გაკეთებულ წარწერებს. და კიდე სხვა რამესაც გაჩვენებთ. არასდროს დანებდე. გავიმარჯვებთ სახელოვნად. დიდება გმირებს. გიორგი ანწუხელიძე, მარო მაყაშვილი. მომავალ წელს სოხუმში. რეზისტენს. კახა თილიძე. 2 თუში 2 მგელი. მარო მაყაშვილი გითხარით. აქეთაც გამოვიჭყიდოთ. Long live free Georgia. Glory to Ukraine. ვინ გადაშალა სიმართლე, ვინ ეცადა გადაშლას სიმართლე გითხრათ არ ვიცი. კიდევ არის ერთი წარწერა. ამბროსი ხელაია ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი.
ოდა გაუბარჯოს სადარი გლორი თუ უკრაინა მოდიში გაუმარჯოს უკრაინას გიორგი ანწუხელიძეს ახათილიძეს მარო მაყაშვილს ამბროსი ხელაიას და ჩვენს ბრძოლას გაუმარჯოს რა არა